წავალ მშვიდობის. დადგა ის დღე, რომ ორივე მიმყავს ერთად. ერთი ბაღში, მეორე სკოლაში. Hello. ეხლა. Okay. წამოწავედით ეხლა. ხარ 8 საათი. დავტოვებთ ევეკოს და მერე წავალთ ბაღში. წადი ტუნტულა. რა არის? დაჯდომა გინდა? აბა? დაწოლა? ეველინა? დაგველოდე? არაფერი არა გაქვს, შიგნით რა გაქვს, დედა? აი, მესვინარე. კენჭი ქონდა? მოიც. ეხა ხელებიც უნდა გავიწმინდოთ. მოიცა მოგეხმაროთ. დანიდუნი რა გაქვს ფაჩსთან? სად მივდივართ? აბა ვინ მიდის სკოლაში? გზაზე ხო უნდა გადავიდეთ? აბა ვინ მიდის სკოლაში? დანი, გზაზე უნდა გადავიდეთ, დანიელა. მოდი. გზაზე ხო უნდა გადავიდეთ? მე გამოვიძებ. ეს? ხო, დაჯექი ახლა. აჰა, გავწია. მაჯრობი? ვინ გენატრება, დედი? ბეჟა. ოიში მოგელედე. დედი, ასე როგორ ახსენებ გოგო ყოველ დილა შუა დღეს და საღამოს. ესე ძალიან გიყვარს ბესო? იში მოგელედე და ბესოსაც ისე ძალიან უყვარხარ და ჩემო სიცოცხლე. და მეც ძალიან მენატრება. ღრუბელია? ასე მოკლედ ჩვენი დილა იწყება ბესოს მონატრებით და ხსენებით, ხო დანი? დანიდუნი? დანი? გოგო? საცხარ, გოგო? წავიყვანეთ ახლა დანიკო ბაღში. ვინაიდან და რადგანაც ოპერაციის თარიღი არ ვიცით. არ გადაწყვეტილა, შესაბამისად სახლში ვერ გავაჩერებთ ახლა. ვერ დაველოდებით იმ დროს თუ როდის დაგვირეკავენ რომ გვითხრათ თარიღი, ამიტომ წავალთ ახლა ბაღში. სავარაუდოდ მოგვიწევს 1-2 თველოდინი. ამიტომ ესე გადავწყვეტეთ რომ წავიყვანოთ ბაღში და იარო ჩვეულებრივად. მე ჩვენი ქედან წავიდეთ დავლიოთ მონატრებული ყავა. ესე იგი, როდის დამთავრდება კალთიაში გზის სამუშაოები არ ვიცი. გზის არ აქვს, სწორედ ინტერნეტი გაყავს და გადათხრილია ყველაფერი, მე მგონი 1000-ჯერ ვამბობ უკვე. რა თქმა უნდა, ყავაზე შემოვიარე, მივირთმევ ხა. გაუხარდათ გოგოებს რომ დამინახე, სად იყავიო ამდენი ხანიო რო არ ჩანდიო და უიო დასვენებები არ ქონდაო პატარასო, მე თავში შემოიწყეს ხელი, გაგვახსენდაო. და დავლევ ხა ყავა შეიძლება ზურამაც გამომიაროს, ვნახოთ. მოვედი ლიდლში, გამოვიარე. და ეხა დავასკანეროთ ყველაფერი. აი, არ მოგვიწევს რიგში დგომა. ესეთი ამბებია. აისბერგს ქონდა ფასდაკლება. წამოვიღე 2 ცალი. არის გამოვდგები მარკეტში სამუშაოდ. ეს პური დავჭერი, კიდე ვიყიდე გახახილი ყველი. ეს ჩემი უსაყვარლესი ბრიოშის ფუნთუშა, რა თქმა უნდა მოცვი, ბეიკონი, ეს სველი სალფეთქები, შესაწვავი ზეთი და საკვების ცელოფანი. დავასკანერებ ხა და ის ყველაფერი რაც გაჩვენეთ, მოკლედ გამოვიდა 24 ევროსი და 8 ცენტის. ფასდაკლება მქონდა მე მგონი 48 ცენტი. წავით ახლა სახლში. შუბზე როგორ წაისვი და ფლომასტერი? რას უსუნე და ფლომასტერს?
ნარგიზა ოსპი შეჭამ. ევეკო მოვიდა სკოლიდან ზურა მოიყვანა უფრო სწორად. ხო და ცოტა წყალი გსვარ. ხო და ის თან ჩანთას ვალაგებ, თან ნახავრები აქვს დავალებები. ჭამე რაც გაგატანე? ყოჩა, ყველაფერი გეჭამია, გოგო. სალათა ჭამე და დამარტო სკოლაში? რა სალათა ქონდათ და? კვერცხი და კიტრი? აბა? მარტო კვერცხი? ხრანჩახრუნჩი რა და კომბოსტო? ნარგო გაიგონე? ხრანჩახრუნჩი როა ის ქონდა. ოსპი სკოლის საჭმელი. მოდი ჩაგეხუტო ხრანჩახრუნჩი რა. ძალიან მომენატრე ხრანჩა. აი მე რა გემრიალა. დანი რომ მე ერთად დავხატო. გაიძრო ესე? ერთად გააფერა და ერთ რაღაც გასაფერადებლები მოიტანა და ხა ვაჩვენებ. აჩვენებ აქ კიდე რაღაცეები გაქვს. ეს გიყიდე დედიკო, სველი საფეთქი კიდე ახალი შეკრა გიყიდე. ესე და მე ეს არის და ეს ალექსანდრა დააკარა. დააკარა თუ დააკრა? დააწება. დააწება. და ეს არის კიდე. და ეს კიდე. და ეს ოთხი ცალი მაქვს. ალექსანდრა რომელი და დაიკორო ყავს არიადნი? ხა დაიკორო ყავს. როგორც მე მაქვს დაიკო. გაქარა ყავს. დავალებები რო ნახა კირი ანდრეამ რაო დედა? კარგად დაწერა. მოკლედ გავაკეთე საჭმელი, დღეს გავაკეთე ქათმის ბულიონი გავაკეთე და გავაკეთე პასტა ქათმით ბეიკონით და ნაღების და ყველის соусით. და თან სახლი მოვალაგე, სარეცხი ჩავრთე, გასაფენი მაქვს ხა ამ წუთში, მაგრამ მაგისთვის ხა არ მცალია ნახავ ეველინას რა დავალებები აქვს. ხვალ წესით დასვენება აქვს, უბრალოდ რომ მოდის ხოლმე სახლში დასვენება აქ არ აქვს. რაღაცა შემცივ და მაინც უნდა ვნახო რა რა ქონდა, რა გააკეთა, რა არ გააკეთა და მოკლედ ვინაიდან და რადგანაც ყურსასმენი ჩაერთო. მოკლედ ვინაიდან და რადგანაც დანიელას ოპერაცია გადაიდო 9 მაისს დანიელას ბაღში აქვს ზეიმი. ეს ვიცოდით მანამდე და რადგან უწევდა ოპერაციას, ზეიმზე ვთქვით უარი და ისე გული მწყდებოდა, რომ არ ვიცი და ეხლა რომ გადაიდო ოპერაცია, შევეხვერწე ბაღის დირექტორს, რომ მეთქი იქნებ შეიძლებოდეს, რომ დანიელამაც მიიღოს მონაწილეობა თქო და ამ დღეებში გაგაგებინებ პასუხსა და მოკლედ დღეს გამაგებინა, რომ თუ მივიტანდით თანხას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ასევე ვიშოვიდით ტუტუ კაბას, ქვედა ბოლოს უფრო სწორად, ასევე უნდა ვუყიდოთ თეთრი მაისური და კოლგოტკები თეთრი. მაგ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას დანიც. ეს ზეიმი არის კონკრეტული თემას ეხება, ტყეს, ბუნებას და ამ თემატიკაზეა ეს ზეიმი აწყობილი და იტყვით ახლა თუ დანის არ აღებიებდნენ მონაწილეობას და თავიდანვე იცოდაო, დანისო არ ეცოდინება რა უნდა გააკეთოსო და მანამდე არის დრო და ისედაც დანი უყურებდა იმ რეპეტიციების პროცესს და ყველაფერს და ანუ აზრზე არის რა ხდება და როგორ ხდება. ხო და ეხლა უნდა მოიყვანოს ზურამ დანი და მე და ზურა სასწრაფოდ უნდა გავიქცეთ, რომ იქნებ სადმე ვიშოვოთ ეს ტუტუ ქვედაბოლო. თუ არა და მე ხელით შეუკერავთ ან რაღაცას ვიზარდ, არ ვიცი. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ მიიღებს მონაწილეობას ძალიან მიხარია. ხო და თან
თან ეველინას დავალებებს ვამოწმებ. Proto maja στην εξοχή χαρούμενοι θα πάμε κάτω από τα δέντρα στη σκιά, θα πλώσουμε να φάμε. პირველ მაისი აქ დასვენება არის და მაგასთან დაკავშირებით რაღაც აქ დაწერილი. და ისინი უკვე ბრუნვები. Εγώ προσέχω, εσύ προσέχεις, αυτός προσέχει. ეს გადავდოთ. დავალებები არაფერი არ მოუციათ დედა? ვა. საერთოდ არაფერი? საერთოდ შეცდომა არაფერში არ აქვს. ნუ იქ რამოდენიმე შეცდომა აქვს, მაგრამ უმნიშვნელო. აქაც არანაირი შეცდომა არ აქვს. საერთოდ არაფერი არ მოგცეს დედა? ეს რა არის? მათემატიკის რვეულში. ევეკო. მათემატიკის რვეულში რა არის ეს დედა? მათემატიკის რვეული. ხო. კარნახიც კარგად დაგიწერია. ყოჩახ შენ? კაბასაც მე ჩამაცმევ ლამაზ კაბას. დედიკო, უი საცოტას რა დახეული კაბააცვია დედა საწყალი. და ჭუჭყიანი. და შენ სუფთა უნდა ჩააცვა? დედა ყოჩახ, დედა კარნახის შეცდომოთ აქვს დაწერილი. ერთადერთი აქ არა, აქ არა. ხო, ეს ვინ გიკარნახათ? ვინ გითხრათ ესე დაწერეთო? კირე ანდრეა. კირე ანდრეა? გიკარნახათ და შენ დაწერე? მე ჯერ მე დავწერე და მერე მიკარნა. დიდი გოგოა. კარნახის სწორად უწერი? ანუ სამეცადინო არაფერი არა გაქვს? ხვალ დასვენება სამეცადინო არაფერი. გადას მათემატიკის დავალება ქონდა თვითონ მათემატიკის წიგნში. ერთი მათემატიკის წიგნი დაგატოვებინეს? მათემატიკის წიგნი ღამატევხოს დაგატოვებინეს? კირე ანდრეამ დაიტოვა? კირე ანდრეამ მითხრა რომ სახში გავაკეთო. რა გააკეთო სახში? მაგრამ სამეცადინო კი არა გვაქვს. აბა რა გააკეთო სახში და? ის არ მოგცა. სახში რა გააკეთო? რა გითხრა? ვერ გავდი შუიპენაკანის то шпити. Типа просто мы математика δεν έχεις να κάνεις τα μαθήματά σου. Το γάμα τεύχος έχεις αφήσει στο σχολείο? Το γάμα τεύχος. Ναι, το τρίτο, αυτό. Γάμα τεύχος, μαθηματικά, έχεις αφήσει στο σχολείο? Το έχει πάρει ο κύριος Ανδρέας? Ναι, θα το αφήσω εκεί. Οκ. არაფერი არ აქვს ბავშვს ამეცადინო, რა ვქნათ? თვალით ხوار ვამეცადინებთ. Αυτά, είχαμε ჩავიცმევ ამასობაში სურათს მოვა და ილოცეთ რომ ტუტუ კაბანა. რამდენ მაღაზიაში ვიყავით უკვე მე და ზურა არ ვიცი. მაისური უყიდეთ, კოლგოტკები უყიდეთ, მაგრამ ვერ ვუყიდეთ ქვედაბოლო. ამიტომ ეხა ცოტა შესვენების დრო გვაქვს. მე გავიქცევი ფაქტორი აუთლეტში. ზურა ჩამოჯდება და ესეთი მენტოსის გაზიანი არ არის. გაზის გარეშე დასალევი გამაგრილებელი სასმელი ვნახე ერთი სიტყვით ლიჩეს გემოთი და ძალიან მაინტერესებს როგორ, იმიტომ რომ ეს ხილი ძალიან მიყვარს. წლების წინ შემოქონდათ ლიდლში. ეხა აღარ შემოაქვთ სამწუხაროდ. ვნახოთ ერთი როგორი იქნება. მოვედით მე და ზურა სახლში.
ვიყიდეთ რაც გვინდოდა. ტუტუკაბაც უყიდეთ, ოღონდ მთლად ისეთი არ არის, როგორიც მინდოდა. მინი მაუსის ტუტუკაბაა და შიგნით სარჩურზე აქვს თეთრი კოპლები და გადავწყვიტე რომ ვიყიდო ფლომასტერი, იმითი გავაფერადო და პლუს დამატებით ტული ვიყიდო და შიგნიდან გამოვაკერო. მაგრამ დღეს ახლა უკვე მაღაზიები, პატარა მაღაზიები დაკეტილია უკვე და დიდი მაღაზიები ღია და ქსელური. ხო და ამ ქსელურში ნაჭრები და ესეთ რაღაცები არ იყიდებოდა, ამიტომ დღეს საღამოს მე და ევე გოგო გავისეირნებთ. ახლა წავთ პაბლიკში ვიყიდით ფლომასტერებს. ძალიან კარგ დროს გავაყარებ. აუცილებლად დედა, აბა რა. და ნევეკო 13 საათინო არაფერი არ აქვს. ხვალ ისვენებს მოხედეთ. ხვალშა. შაბათი. ხუთშაბათია. ხუთშაბათი. მაგრამ ის არის, რა ქვია, დასვენების დღე. საბადო ჯერია გოინავრი. ხვალ ხუთშაბათია, და პემპტი აგრი. პემპტი. ხო, ხუთშაბათი. მე პარასკევს წავალ სკოლაში და მე შაბათკვირას დასვენება გექნება. მოგიწას. წავედით. ვიყიდოთ რა გინდა შენ წასვლა? ქართული რესტორანში. და რა უნდა ჭამო? ხინკალი და მჭადი. რა უნდა ჭამო? ხინკალი და მჭადი. კიდე რა გიყვარს? კიდე მიყვარს რას მეუბნებოდი წაყან? ბროწეული რო აქო. ხალი. ხალი არ მიყვარს, ოღონდ. მარტო ბროწეული გიყვარს? და შენ სულ მხალს ჭამს. აჰა, მე მიყვარს ხალი, ხო და მთელი გზა. ქართული რესტორანში რომ შევუკეთო. გავკიჟდები. ძალიან გინდა ქართულ რესტორანში? კი. შია? კი. მერთა შედმიშ. სტიჩის ჩანთიან ქალბატონს უყურებთ? ჯერ ხო სტიჩის ჩანთა მაყიდინა? მე ფლომასტერები ორი წელი. ნუ ის გვჭირდებოდა თორე სტიჩის ჩანთა არ გვჭირდება. ხო, და მე გამოვიარეთ კი არა, სახს ავუარეთ გვერდი და წამოვედით ქართულ რესტორანში, იმიტომ რომ ხო, ღამდება დე. სახში გეჩქარება დედა? არა. და წავიდეთ ნელა-ნელა მერე. შევირგოთ რაც ვჭამეთ, კი ნახავდით რაც ვჭამეთ. იმ ხო? ჭადი? და ფხალი. გოგო, კვაყოფილი ხარ? მოვიწყოთ რა არის დედა? ხეზე? აბა მე რა ვიცი, რაღაც გამხმარი ფოთლებია. ხო და იმდენი იძახა. გამხმარი ტოტებია დედა და ტოტებზე გამხმარი ფოთლებია. იმდენი იძახა რომ ქართულ რესტორანში წამიყვანე თან მუცელი მეღრუტუნებსო. არ გინდა წესიერად გაიკეთო ეგ ჩანთა? არა, ესე მინდა როგორც ჩანთა. ოკეი. გივარდება და იმიტომ. ხო და მოკლედ აუარეთ სახს გვერდი და წამობრძანდით მე და ეველინა. ხო, როცა ქალაქში ვარ, მაშინ ან ტრანსპორტში მაშინ ვიკეთებ მას. ნუ გაშინი, არაფერი არ მოდის. მოდის. არაფერი არ მოდის. აქ არაფერი არ მოდის ახლა. ნუ ნერვიულობ. რომ მოდიოდეს რამე შუა ქუჩაში დაგაყენებდი? ჩემმა შვილმა მაიძულა რომ წამომეყვანა ქართულ რესტორანში. და მოკლედ მოვიწყვეთ გოგოშკური საღამო, ხო? კარგად ვისიამოვნეთ ხინკლით, ფხალით, მჭადით. რა თქმა უნდა, ყველა ვერ შევჯამეთ, ამიტომ ლამაზად ჩაგვიკუწყუწეს აქ და წამოვიხეთ. გემრიელია. დანისთან არ გასდა. მამიკას ვარ. ხო,
ძალიან გემრიელი, აი ძალიან. რამდენჯერაც ვიყავით ქართლის გულში, არასოდეს არ გვინანია, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი კერძები აქვთ. წავედით ახლა სახლისაკენ. სახლისაკენ ჰერი, ევეკო? აქედან დაგემშვიდობებით ახლა. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. საღამო მშვიდობა. და შევხვდებით მომავალ ვლოგში. დროებით.